1990 წლის 13-15 მარტს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ეროვნული მოძრაობის საგანგებო კონფერენციის ეროვნული ფორუმის დამფუძნებელი სხდომა გაიმართა, სადაც ეროვნული ხსნის კომიტეტმა თვით ლიკვიდაცია გამოაცხადა და საზოგადოებას ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი გაერთიანების ეროვნული ფორუმის შექმნის შესახებ აცნობა. ფორუმი საბჭოურ სისტემას უკანონოდ აცხადებდა და არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სტრატეგიად ეროვნული დაუმორჩილებლობის გზით საქართველოს დეოკუპაციას მიიჩნევდა. ხოლო ის, ვინც თავისი ორგანიზაციის წესდებას და პროგრამას საბჭოურ კონსტიტუციას მოარგებდა, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის გამომხატველად არ ჩაითვლებოდა. ეროვნული ფორუმის შექმნის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას ასევე 25 მარტის ერთპარტიული არჩევნების ჩაშლა წარმოადგენდა. 25 მარტის არჩევნების მთავარი ინტრიგა მისი ერთპარტიულობის გარდა ის იყო, რომ სხვადასხვა ამბიციურ პოლიტიკურ ჯგუფს არჩევნებში მონაწილეობა სახალხო ფრონტის ეგიდით უნდა მიეღოთ, რაც ქართული პოლიტიკური აზროვნებისა და მენტალობის ფონზე თავიდანვე მკვდრად შობილი იდეა გახლდათ. ფორუმში მონაწილე სუბიექტთა მსოფლმხედველობითი და მორალური ერთობის უკანასკნელი შედეგი ის რეზოლუცია გახლდათ, რომლის საფუძველზეც ფორუმზე წარმოდგენილი ძალები საქართველოს მოსახლეობის სახელით 25 მარტის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდნენ. 90 წლის მარტის ბოლოს საქართველოს უზენაესი საბჭოს რიგარეშე სესიამ ორი დადგენილება გამოიტანა. პირველის შესაბამისად არჩევნები იმავე წლის ოქტომბერში უნდა ჩატარებულიყო, ხოლო მეორე ახალი საბჭოთა რეჟიმისათვის უჩვეულო მრავალპარტიული სისტემის დაშვების შესახები უწყებოდა. ამ გადაწყვეტილებას კი წინ როგორც ზომიერ კაბინეტური, ისე რადიკალურ ქუჩისმიერი ბრძოლები უძღოდა. შეწყვეტას მანამდე არ ვაპირებთ, სანამდე ის საარჩევნო კანონი არ გამოქვეყნდება, ზუსტად წინა საარჩევნო კანონი პრესაში არ გამოქვეყნდება და ბატონი გივი გუმბარიძე არ ჩამობრძანდება აქ სამტრედიაში და ჩვენთან არ გამართავს დიალოგს და არა მარტო გუმბარიძის ხელისუფლებაზე ზემოქმედების მოსახდენად კი ბლოკმა მრგვალი მაგი და თავისუფალმა საქართველომ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით სამტრედიის სარკინიგზო ხაზი გადაკეტა. ეს კავკასიის უმნიშვნელოვანესი მაგისტრალი იყო. ამდენად მატარებლების მიმოსვლა თბილისიდან როსტოვამდე შეჩერდა. სომხეთი კი სრულიად ბლოკირებული აღმოჩნდა. ზვიად, ალბათ გიფიქრიათ, რა შედეგები შეიძლება მოყვეს პარალიზებას ესეთი საკვანძო ხალხზე როგორც სამტრედია. კი, როგორ არა, ამაზე ნაფიქრალი გვაქვს, ის რაც შეეხება იმ განცხადებებს თავრობისა, რომ ჩვენ ახლა დავიქცევით ეს 3 დღე თუ გაჩერდება რკინიგზა, მინდა მოგახსენოთ ამის პასუხად ის, რომ არც უსათია, მაინც არც პროდუქტია, არც ბენზინია და დემაგოგიურია მხოლოდ თავრობის განცხადება, რომელიც ხალხის იმაზე ცდილობს გრძნობებზე იმოქმედოს და ხალხს ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, თითქოს ამ რკინიგზის გაჩერებით ყველაფერი იქცევა და ეკონომიურად ინგრევა ისედაც ჩვენი სახელმწიფო. ეს არა და ის რომ ხალხს რაღაცა სიძნელეები შეექმნება, ეს არის ნამდვილად ასია, მაგრამ როდესაც იბრძოდა ქართველი ერი, ყოველთვის ხლით იბრძოდა თუ როგორაც იბრძოდა, ყოველთვის ქართველი ხალხი რაღაცა მსხვერპლს იღებდა. ეხლაც ქართველი ხალხი მზად არის იმისათვის და ქართველ ხალხს ესმის იმდენ რომ როდესაც ასე ბრძოლა მიდის, სამგრო საერთაშორისო ბრძოლა მიდის, რაღაცა ცოტა მატერიალურ მოთხოვნებზე შეიძლება გაჭირვების გადატანა მოგვიწევს და ამ გაჭირვებას ალბათ ჩვენ კიდევ ბევრჯერ შევხვდება ასეთი გაჭირვება და უნდა გადავიტანოთ და უნდა გაუძლოთ. ასე ვარ გუნა ღმერთმა და ჩვენ ამ ბრძოლაში გამარჯვებულები უნდა გამოვიდეს. ამ აქციაში ჭანტურია წერეთლის რადიკალურ ფრთას მონაწილეობა არ მიუღია. თულოში ახალი პოლიტიკური ცხოვრება იწყება. ახალი ამბიციებითა და ახალი პათოლოგიური დაპირისპირებით. მრავალპარტიული არჩევნების დანიშნვის შემდეგ ზვიად გამსახურდია და მისი მხარდამჭერი ორგანიზაციები საკუთარ ტაქტიკურ ორიენტაციად ზომიერ მიმართულებას ირჩევენ. ამდენად ფორუმში მისა და ჭანტურია წერეთლის პოლიტიკურ არჩევანს შორის როგორც მსოფლმხედველობითი, ისე მორალური წინააღმდეგობა გაჩნდა. რადგან მეორე ბანაკი, მომავალში კონგრესმენები მრავალპარტიულ არჩევნებსაც ბოიკოტს უცხადებდნენ, რადგან ის კვლავ კომუნისტების მიერ იყო დანიშნული. რა თქმა უნდა და ატომ მასებში ხალხი ჩვენ უნდა მივიტანოთ თუ რა გზით მიდის საქართველოს ეროვნული მოძრაობა და ის რასაც სიტყვაზე თქვა ობივადელი განხეთქილებად ნათლავს, კინკლაობად ნათლავს, რომ სინამდვილეში ეს არ არის განხეთქილება და კინკლაობა, ეს არის ძალიან სერიოზული ბრძოლა იმისთვის თუ რა გზით წავიდეს ეროვნული მოძრაობა. 1990 წლის 24 აპრილს ეროვნული ფორუმის უკანასკნელ სხდომაზე რადიკალთა ბანაკში არა მხოლოდ სიტყვიერი, არამედ შეიარაღებული კონფლიქტი მოხდა. ეს იყო პირველი ნიშანი მომავალი ძმათამკვლელი დაპირისპირებისა,
რომელიც უახლეს ისტორიაში იმელის ინციდენტის სახელით შევიდა. მაშინ ერთმანეთს მხედრიონისა და მომავალში მრგვალი მაგიდის მხარდამჭერი, ასევე შეიარაღებული დაჯგუფების თეთრი გიორგის წევრები ესროდნენ. მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ ქვეყნის მთავარი უბედურება მხოლოდ რუსეთის საოკუპაციო ჯარი და კომუნისტური რეჟიმი იყო, ეროვნული ფორუმის რადიკალურ ჯგუფებში საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე საშიში და არასასურველი პროცესები იწყებოდა. ამავდროულად ფორუმში დარჩენილი ჭანტურია წერეთლის ფრთა ქართველი ერისნების ერთადერთ გამომხატველ ორგანოს, საქართველოს ეროვნულ კონგრესს ქმნიდა. ზვიად გამსახურდი ეს ფრთას უპირისპირდებოდა და პარალელური არჩევნებისთვის ემზადებოდა. თანდათან თვალნათლივ იკვეთებოდა პირველი ნიშნები ანარქიისა, შესაფერისი მენტალობისა და წარსულის მქონე ადამიანები, რომელთაც არც საქართველოს დამოუკიდებლობა აინტერესებდათ და არც მისი სახელმწიფოებრიობა. იზრდებოდნენ და იარაღდებოდნენ შიდა კონფლიქტების აღკვეთის საბაბით შექმნილი ჯგუფურ-კორპორაციული უკანონო შეიარაღებული ფორმირებანი.